აუცილებლად უნდა ყავდეთ სპორტული დირექტორები. ანუ ადამიანი, რომელიც სპორტულ მხარეს უკეთებს კოორდინაციას, მუშაობს კლუბში მომუშავე მწვრთნელების მუშაობას უწევს უпроსორად. კოც ორელის სიტყვები მახსოვს რომ უნდა მივაწვეთ 7 კაცას, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ინსტრუმენტია ბეკების განვითარებისთვის. აი სამოყვარულო სექტორი დავარქვათ ესე რა, სამოყვარულო მხარე. ისთვისაც ჩვენ მივედით სულ ყველანი თავის დროზე, ხო? რამე გიყვანა ჩვენ, მაშინ ფულზე საერთოდ არ იყო, ხო, ლაპარაკი, იქ სხვა ღირებულებები იყო. ჩააბარა ყველაფერი, გავიდა ერთი თვე და ვარჯიშზე ხედავთ აბსოლუტურად განსხვავებულ ადამიანს, რომელიც სულ რადიკალურად განსხვავებულად იქცევა და არა ისე როგორც დავუშვათ, როცა ტესტს აბარებდა. ესეც უკვე გახდა კოლექტიური ტექნიკის საგანი, მარტო კარგი დამრტყმელი არ არის საკმარისი რა, აი გუნდმა თუ ხარი არაუბა რა. მოგესალმებით ძვირფასო რაგბის გულშემატკივრებო. ჩვენი პოდკასტი მესამე ტაიმის სტუმარი გია ჭუმბურიძე, ადამიანი რომელიც მრავალი წელია რაგბის ემსახურება, დღეს არის სასწავლო ცენტრის დირექტორი, პედაგოგიური საქმიანობით დაკავებულია 30 წელია თითქმის და ვთხოვთ გიას რომ მოგვიყვეს რას აკეთებს მისი ცენტრი და როგორ აკეთებს. გია თან ერთად ჩვენ დიდი საუბრები ქონია დიდი ხნის განმავლობაში და ძალიან საინტერესოა ეხლა როგორ ხდება ეს ყველაფერი. დიდი მადლობა მოწვევისათვის და რა ვიცი მზათა ვარ უპასუხო თქვენს კითხვებს. დასამალი არაფერი არ აქვს. ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადება, მათი სერტიფიცირება, თუ ლიცენზირება, მინდა რომ ჯერ გავერკვე იმაში, მაინც სერტიფიცირება თუ ლიცენზირება თუ რა განსხვავება აი ამ ორ რა შინაარსიდებს ერთში და მეორეში ვთქვათ. კი ბატონო, სერტიფიცირება არის პროცესი, რომელიც დღემდე მიმდინარეობს და ლიცენზირება არის პროცესი, რომელიც შეიძლება დაიწყოს ახლო მომავალში რა. განსხვავება არის შემდეგი, ესე იგი მოგეხსენებათ, არსებობს სხვადასხვა დონეები, სამწვრთნელო, სამსაჯო და ასე შემდეგ. და ადამიანი, რომელიც გაივლის კანდიდატი რომელიმეს პირველ, მეორე ან მესამე დონეს და წარმატებით ჩააბარებს ყველა ტესტს, რომელიც გათვალისწინებულია თეორიულს, პრაქტიკულს, მიიღებს სერტიფიკატს. ჯერჯერობით აი ეს პროცესია ჩვენთან. მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს და მიიღებს უფლებას, რომ იმუშაოს ამა თუ იმ ასაკობრივ კატეგორიასთან. რაც შეეხება ლიცენზირებას, ლიცენზირება არის პროექტი, რომელიც ახლა მუშავდება და მდგომარეობს შემდეგში, რომ სერტიფიკატი ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ პიროვნებამ ესა თუ ამა თუ იმ დონის სწავლება გაიარა, ხოლო ლიცენზია იქნება დოკუმენტი, რომელიც მას მისცემს უფლებას, რომ იმუშაოს როგორც მწვრთნელმა, მსაჯმა და ასე შემდეგ რა. ამისათვის საჭირო იქნება გარდა ამ სერტიფიკატისა, მან რამდენიმე, ასე ვთქვათ, მონათესავე, მომიჯნავე სპეციალობაშიც გაიაროს გარკვეული დონის სწავლება ეს და მაგალითად არის პირველი დონის სამწვრთნელო სერტიფიკატი, ხო? რომელიც თავისთავად არ გულისხმობს რაღაც განსაკუთრებულ ყურადღებას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის პირველი დახმარება მოედანზე, ხო? აი ეს ლიცენზიის ასაღებად მწვრთნელისთვის აუცილებელი იქნება, რომ გაიაროს ეს კურსი. გარდა ამისა, უნდა გაიაროს დაუშვათ ჯერჯერობით ბერასაც ყვები, ეს არის პროექტის დონეზე, ეს კიდევ სამუშაო და მუშავდება. მიმართულება ასეთია, ხო, რომ მაგალითად იგივე რომ ელემენტარული სამსაჯო წესებთან დამოკიდებულებაში კონდეს რაღაცა გარკვეული ცოდნა, პირველი დახმარება ვახსენე და ასე შემდეგ, რა, კიდევ არის იქ ფუნქციონალური როლების ანალიზის
ძირითადი ფაქტორების ანალიზის, ტექნიკური ელემენტების და ასე შემდეგ. მოკლედ არის რამდენიმე დამატებითი, ასე ვთქვათ, კურსი, რომელიც უნდა გაიაროს. ეს კურსები არის ან ონლაინ, ან დასწრებით, შედარებით ხანმოკლე და აი როცა დააგროვებს, ასე ვთქვათ, აი ამას ყველა რა დავარქვათ ამას, კრედიტებს, მერე მიიღებს სოდენის კრედიტებს, მერე მიიღებს ლიცენზიას, ექნება უფლება, რომ იმუშაოს შესაბამისი მიმართულებით. და სხვაგანაც შეძლებს სხვა ქვეყანაში თუ როგორ არის? ეგ ეხლა იცით როგორ არის საქმე, ყველა ქვეყანას როგორც წესი თავისი ისენი აქვს კანონები, ვის აქვს უფლება იმუშაოს, იქ გაყოფილიც არის, რომ დაუშვათ მოხალისეთ, ანუ ანაზღაურების გარეშე და შესაბამისი ანაზღაურებით. ჩვენ თლიანად გადმოვიღეთ, ესე ვთქვათ, კოპირება გავაკეთეთ მსოფლიო რაგბის პროგრამების და საქართველოს რეგბის კავშირმა მიიღო ეგეთი წესი, რომ აი ეს სერტიფიკატები საკმარისია ჩვენთვის, არ ვითხოვთ დამატებით არავითარ, ასე ვთქვათ, შიდა კიდევ რაღაც სწავლების კურსს, რომ ადამიანს ჰქონდეს უფლება იმუშაოს შესაბამისი სპეციალობით. მაგრამ სხვა ქვეყნებში ყველგან თავისებური ის არის, ზოგთან ჭრის ეს ესე ვთქვათ, ეგ სერტიფიკატი და აი ლიცენზია ხო უფრო ფართო ცებას მოიგო. ხო და ლიცენზია ჯერჯერობით არა გვაქვს. იმ ქვეყნებში, სადაც დაუშვათ ლიცენზირების წესია და უფრო მეტიც არის რაღაც შიდა სწავლების, აი ეს უფრო არის ასეთ განვითარებულ სარაგბო ქვეყნებში, რომლებსაც World Rugby-ის სწავლების ნაცვლად აქვს თავიანთი შიდა კურსებია, რომელიც პრინციპში წინააღმდეგობაში არ მოდის, მაგრამ როგორც წესი არის უფრო სიღრმისეული და უფრო, ასე ვთქვათ, ხო, არა, მე რატო ვიძახი იცი ამას, რომ იგივე როგორც ვთქვათ, მოთამაშეებს უჩნდებათ პერსპექტივა, რომ აი მოთამაშე სადღაც საზღვარგარეთ წავიდეს, თუ ეს არ ვიცი ხა, თუ World Rugby-ის ლიცენზია იქნება ფაქტიურად რახან თქვენ ძახით რომ პირდაპირ გადმოვაკოპირებთ. ხო ის? ანუ მათთვისაც ის იქნება. გასაგებია რომ ხე ინგლისში ვერ წავა, მაგრამ შეიძლება გვერდზე ქვეყნებში, თურქეთში, აზერბაიჯანში, იმიტომ რომ ჩვენთვისაც კარგი იქნება რომ ჩვენს გარშემო განვითარდეს რა. გვაქვს მაგისი, ასე ვთქვათ, გამოცდილებაც გვაქვს პრაქტიკული. იმიტომ რომ ჩვენთან აღებული სერტიფიკატით ბიჭები მუშაობდნენ დაუშვათ იგივე რომ ისეთ სარაგბო ქვეყნებში ხომ მხოლოდ აი ესეთში არა სადაც ეხლა იწყება რაგბი, არამედ ტრადიციულ სარაგბო ქვეყნებში, აი რუმინეთში უმუშავიათ მაგალითად და თანაც მაღალ დონეზე ნაკრების მწვრთნელი თავად კილაძეს. ძალიან კაი. ხო, რუმინეთის ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი იყო, შერკინების მწვრთნელი. ეხლა ამერიკაში წავიდა, იქაც წაიღო სერტიფიკატი. მართალი გითხრათ, არ ვიცი იქ როგორ დასაწყებია. არის რამდენიმე ქვეყანა, სადაც ეს სერტიფიკატი ჩვენზე დაბალი დონის გასაგებია, რომ ყველგან მიიღებენ, შეიძლება სადღაც ჩვენი დონის ან ჩვენზე ოდნავ მაღალ დონეშიც. მაგრამ ეხლა ბოლოს იმასაც დავამატებ, რომ ეს ძალიან ესე ვთქვათ, ახალი ამბავია, ჯერ არ ვიცით ეს საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობა დაგჭირდება ალბათ, მაგრამ სერიოზულად ფიქრობთ, რომ ჩვენი შიდა კურსებიც გქონდეს რა. ჩვენ აი ქართული რაღაც სასწავლო კურსი გავაკეთოთ. იმიტომ რომ მართალი გითხრათ, მიგვაჩნია რომ ჩვენი ქვეყნისთვის, აი დონისთვის რაგბის, რაც დღეს არის საქართველოში, World Rugby-ის ცოტა ზედაპირულია, უფრო სიღრმისეული. საერთო იქნება ხო გასაგებია. თუმცა აი ხა ერთი მომენტია მიშა თუ შეიძლება აი რასაც შენ ამბობ რომ სერტიფიკატი და ლიცენზია, ხო? ეხლა სერტიფიკატი როგორც თქვი არის ცოტა მარტივი და რეალობას რასაც უყურებ რა აი ხა მოედანზე რა თუნდაც შენ რაც დაამატე რომ აი ლიცენზიისთვის პირველი დახმარება სამსაჯო ცოდნა იქ მომზადების რაღაც დონე ეხლა ეთყობა ჩვენ მწნელებს რომ ამ საკითხებში ცურავენ და საერთო სურათს მე მგონი აფუჭებს ესა რა იმიტომ რომ ეს ერთი ნუ საჯზე მიდის ხოლმე რაღაც კი აგრესიაც მიდის კი ზეწოლა რაც ეხლა დარწმუნებული ვარ იმას თუ გაევლის და წესები კარგად ეცოდინება ნუ რა თქმა უნდა პიროვნება და ყოველთვის შეიძლება ყოველთვის რაღაცა თავისი
ინდივიდუალურობა გამოაჩინოს, მაგრამ თუნდაც აი პირველი დახმარება, იმიტომ რომ კი ეხლა ექიმი სულ ესწრება ამ იმას რა ქვია თამაშს, მაგრამ ის იმანაც რამდენად იცის არ ვიცი რა, ეგეც ისეთი რამე, იმიტომ რომ სასტრაფოს ექიმია, იმას თავისი ისე აქვს და ხანდახან არის რომ უბრალოდ გაძრევაც კი არ შეიძლება ადამიანის. ხო, ნუ ეხლა ეს დეტალებია, მაგრამ აი ეს მცირე ნაწილიც რომ იცოდეს, დაარწმუნებული ვარ, ჩვენი მცველებიც სერიოზულად იმას გაიზრდებიან რა. ამიტომ რა ვიცი, გუნდი მიმართულება კარგია. მნიშვნელოვანია. რამდენად გამოვა, ხო, მე ახლა ჯერ სიმართლე გითხრა, შენ ახლა უკვე ისეთ საკითხებში შეიჭერი პრინციპში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ახლა უფრო ჯერ კარგად მინდა გავერკვე ამ ლიცენზირებულ ბიჭებს და სერტიფიცირებულ. აი ნუ ესე მგონია რომ სერტიფიკატის ფლობელები ჩვენთან ნუ შეიძლება ჭარბათაც არიან, არ ვიცი, მე შენ უფრო მეტყვი. ლიცენზირების შემთხვევაში როგორ ლიცენზიის ფლობელები ყავს ჩვენ დღეს? ლიცენზია არა, ჯერჯერობით ლიცენზირების პროცესი არ დაწყება, იმიტომ ჯერ მიდის შეთანხმება იმ პრინციპში საკითხი რომ ლიცენზია საჭიროა, ამაზე ვთანხმდებით, მაგრამ ეხლა მიდის უკვე დაზუსტება, რომ დაუშვათ პირველი დონის მწვრთნელმა, ხო, რომელსაც პირველი დონის სერტიფიკატია. პლუს კიდე რა დაუშვათ კურსები უნდა გაიაროს, რომ მიიღოს პირველი დონის ლიცენზია უკვე. ას შესაბამისად მეორე დონე, მესამე დონე. აი ამაზე მიდის, თორე პრინციპში რომ ლიცენზია საჭიროა, ამაზე შეთანხმებული. ბევრი ყავს სერტიფიცირებული. სერტიფიცირებული მწვრთნელი ყავს 500-მდე. კი, 500-მდე ყავს, მაგრამ დღესდღეობით პრაქტიკულად მუშაობს სადღაც 350 შეიძლება ოდნავ მეტი, ეხლა ზუსტი ციფრი გამიჭირდება, მაგრამ აი პლუს მინუს 10 რა ესე ვთქვა. ხო, მოგეხსენებათ, ეხლა დღეს მწვრთნელობა არ არის საქმე, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ კომფორტულად. ხო, აი ჯაბამაც გითხრა ეხლა, ჯაბაც ყავდა ჩვენ ერთ გადაცემაში და პრინციპში სერტიფიცირებული მცველები უფრო მეტია, ვიდრე საჭიროა რა და ცოტა გამიკვირდა, იმიტომ რომ სამწუხაროდ ეხლა ვისაც უყურებთ, ეხლა კი რაღაცა დონე აქვს ეხლა და მცნელობენ, გასაგებია და გუნდების ყავდა რაღაც შედეგებს აჩვენებენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სასურველი იქნებოდა რომ მეტი ცოდნა ქონოდა. რა თქმა უნდა, ეხლა იცით რაშია კიდე საქმე, რომ მე უკვე ვახსენე, რომ აი ის კურსი, მსოფლიო რაგბის კურსი, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, არის საკმაოდ ხანმოკლე და არის ასე ვთქვათ, ჩემის აზრით ცოტა ზედაპირულიც არის რა. და სულ ვეუბნებით ხოლმე მწვრთნელებს, რომ ეხლა არ გქონდეთ იმის ილუზია, რომ თქვენ ამ კურსს გაივლით და გამზადებული მწვრთნელები ხართ და ეს არის უბრალოდ იმის ვცდელობა, რომ ამ ხალხს ინტერესი გაუღვიოთ ამ საქმისადმი, აუხსნათ რაღაცა ის ძირითადი პლუსები და მინუსები, რაც ამ საქმის სიძნელეები ძირითადად და აუხსნათ ძირითადი პრინციპები, რაც უნდა დაიცვან აი ამ საქმიანობის დროს და დანარჩენი, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული, როგორ შევძლებთ ჩვენ ჯერთი თვითონ პიროვნებამ, უნდა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ყურადღება დაუთმოს თვითგანათლებას. დღეს უზარმაზარი და უამრავი ინფორმაცია არის ამ სფეროში. თქვენ კარგად გახსოვთ, ახლა ჩვენ როცა ვიწყებდით, ერთი 8 მმ-იანი ის იყო ფირი, კარგად მახსოვს, ხო, ჰაიქენის წიგნი და პულენის წიგნი იყო რუსულად ნატა. ეგ იყო მთელი ჩვენი ინფორმაცია რა. დღეს არის უზარმაზარი მასალა, იმას ვერც მოერევი ისეთი მასალაა რა და აქედან გამომდინარე ხა არის მაგის საშუალება, რომ ადამიანმა გამოიყენოს ეს კარგად. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგად აეწყოს ეგრეთ წოდებული მენტორინგის სისტემა რა, ანუ აუცილებლად უნდა იყოს გამოცდილი მწვრთნელი, გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც მას მერე რაც ესე იგი პიროვნება გაივლის ამ კურსებს რა, შემდეგ არ გაწყვიტოს მასთან ურთიერთობა და რაღაცა პერიოდის განმავლობაში კონდეს, ესე ვთქვათ, აი პროფესიული ურთიერთობა და იქ რაღაცა შეუსწოროს, ის რაღაცა შეეკითხება, რაღაცა პერიოდულობით ამათ კავშირი უნდა კონდეს. საზღვარგარეთ ძალიან მიღებულია ეს ამბავი რა.
და ასე ვთქვათ, კარგად მუშაობს. საუკეთესო საშუალება ამისთვის რა, მე პირადად ამ ინსტიტუტის მომხრე ვარ რა, რომ ყველა კლუბს, განსაკუთრებით ესეთ კლუბს, რომელიც დავუშვათ დიდადში გამოდის, იმათ მაინც რა, აუცილებლად უნდა ყავდეთ სპორტული დირექტორები. ანუ ადამიანი, რომელიც სპორტულ მხარეს უკეთებს კოორდინაციას, მუშაობს კლუბში მომუშავე მწვრთნელების მუშაობას უწევს უпроსორეთ კოორდინაციას და სულ საქმის კურსია იმად გეგმებზე, რას აკეთებენ, როგორ ცუდად, კარგად სამსახურში აყვანა, განთავისუფლება, დაწინაურება, რაღაცის შესწორება, ეს ამ კაცის ცენტრი ამზადებს სპორტულ მენეჯერებს. არა გვყავს ეგეთი ჯერჯერობით კურსი არ არის, მაგრამ მე რომ მკითხობ პიროვნება, რომელსაც ჩემი აზრით, რომელმაც შეიძლება რომ იმუშაოს ტექნიკურ დირექტორად ან სპორტულ დირექტორად, ის აუცილებლად უნდა იყოს მაღალი დონის მწვრთნელი ჯერ თვითონ. რა ესე იგი, ანუ იმ მწვრთნელს უნდა ელაპარაკოს იმ ენაზე, რომელიც ესმის ამ მწვრთნელს და აქ უბრალოდ კლუბის რაღაც მენეჯერი, ადმინისტრატორი, რომელიც ფინანსურ საკითხებს აგვარებს და საორგანიზაციოს დღესდღეობით ესეა ხოლმე, რომ მწვრთნელები თავისთვის არიან, ესე იგი, ამათ მუშაობა არის, ასე ვთქვათ, ამათ იმაზე ნებაზე დამოკიდებული და არის კიდე ხალხი, რომელიც ზრუნავენ, რომ კლუბს რაღაცა ფინანსური სახსრები კონდეს, იქ რაღაცა ჩვეულებრივი კანცელარია მიმუშაოს და რაღაცა ესეთი ორგანიზაციული საკითხები მოგვარდეს და ასე შემდეგ და აუცილებლად საჭიროა იქ სპორტულ მხარეზე პასუხისმგებელი კაცი, რომელიც შეაფასებს და რაღაცნაირად კორექტირებას გაუწევს. ეს გაცილებით ესეთი უფრო მაღალი დონე, მე შედარებით მე ვიგულისხმე იცი როგორი ტიპის მენეჯერები, რომლებიც დაუშვათ იფიქრებენ და იზრუნავენ იმაზე, რომ ფინანსური უზრუნველყოფა რაღაცა დონეზე გაუკეთოს თავის გუნდს, კლუბს. დაეხმაროს ამაში. ეხლა მე უბრალოდ ფიქრობდი მე დაუშვათ და ესეთი დაუშვათ თუნდაც დიდარი ცოდნით არჭურვილი ესეთი ადამიანი როგორც შენ მოხევი ეხლა დაამთავრა, დაასრულა რაღაც გარკვეული კურსები, უკვე დიპლომირებული ასე ვთქვათ, მივიდა, ეხლა ფიქრობთ, სად უნდა მოეწყოს. ეხლა მივედით კლუბში, სადაც არის, ვთქვათ, კოლმეურნეობის თავმჯდომარის სახელს არ ვიტყვი რა, რომელიც არის, ვთქვათ, მთავარი მწვრთნელი, დაფუძნებელი, ფინანსისტი და ასე შემდეგ. მივიდა ეხლა იმ კლუბში ეს ადამიანი და რანაირად გესახება შენ მისი იმ კლუბში მოწყობა და არა და ავიდა 10-დან 8 კლუბი ესეთია დღეს ჩვენთან. მიშა, ისი რაშია საქმე, მე ესე მგონია, რომ ის რაც არ არის ბუნებრივი, ბუნებრივად გაქრება რა, ხელოვნური ვერ იცოცხლებს დიდხანს და ყველგან ეგრეხ რომ მოვიხედოთ რა, თუ არ საქმეს ისე არ წაიყვან, როგორც საჭიროა, შედეგიც არ გექნება რა. და ეხლა კლასიკური სქემა, ამას არ უნდა ახლა ველოსიპედის გამოგონება, რომ სამი მიმართულება აქვს, კლუბი იქნება, ფედერაცია იქნება, სახელმწიფო იქნება ყველგან რა. არის ასე ვთქვათ, ფინანსური მხარე საქმის, რა ვიცი, ფირმის თუ კლუბის თუ რაც არის ორგანიზაციული მხარე, ეს ასე ვთქვათ, ბიუროკრატია და არის სპორტული მხარე, ხო? საჭიროა ფინანსური დირექტორი, იქ რაღაცა გენერალური მდივანი ან რაღაც აღმასრულებელი დირექტორი და სპორტული დირექტორი. რაც შეეხება სპორტულ კლუბს რამეს, ეს ორნი უნდა მუშაობდნენ ამის სასიკეთოდ და საკეთილდღეოდ, იმიტომ რომ ჩვენ დროს რო გახსოვთ დევიზი იყო რომ ფული ვიშოვოთ იმისთვის რომ რაგბი ვითამაშოთ და არა რაგბი ვითამაშოთ, იმიტომ რომ ფული ვიშოვოთ რა. აიგე, აქედან ეს ორი ეს არის მთავარი. აქედან გამომდინარე სპორტულ მიმართულებას თავისი ხელმძღვანელი უნდა ყავდეს, თორე შეიძლება კაცი იყოს ძალიან მაგარი ფინანსისტი და ძალიან ბევრი ფული მოიტანოს
კლუბში, მაგრამ საერთოდ არ ესმოდეს არაფერი სპორტულ მხარეში და ვერანაირად ვერ მოახერხებს, რომ მწვრთნელებმა დაუშვათ იმუშაონ ისე როგორც საჭიროა და აწიონ სპორტული დონე. აი ეს არის, ამიტომ რა თქმა უნდა არ გამოურიცხავ არც ერთი წუთით, რომ შეიძლება იყოს ისეთი პიროვნება, რომელიც ორს ან თუნდაც სამივე შეითავსებს რა. არიან ეგეთი პიროვნები, ვერ ვიტყვი რომ რაღაცა ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგხვდება, მაგრამ შეიძლება იყოს, ეხლა გამოსარიც ყველაფერი არ არის რა, მაგრამ ეხლა თუ პირიქით ხდება რომ სამივეს ითავსებს და არც ერთში არ ვარგა, ეგ არის ცუდი რა. რა თქმა უნდა, ეგ როგორც წესი ისეა ხოლმე, რომ ყველა ცდილობს რომ სამივე გააკეთოს ხოლმე. ეხლა ნახე რა, ერთი მომენტი იცი რა არის, შენ რას თქვი რა, რომ აი ეს სქემა რა, რომ ფული ვიშოვოთ, რომ ვითამაშოთ, მართლა ესე რომ მუშაობდეს, ხო? ეხლა მანამდე თქვი რომ თუ ბუნებრივი არ არის და ასე. ეხლა ნახე რა, რაღაც მომენტში მე მგონი რა. იმიტომ რომ ეხლა ჩვენი მოღვაწეობის იმაზე ისტორიაში გვაქვს ეგეთი რაღაც გადაწყვეტილებები. მე ვარ ბავშვების იმას გაგახსენებ რა, რომ აი სუფთა ძალით იმას ვხედით რა. ანუ რეგბის კავშირმა თქვა რომ ვისაც ქულებს ვაკლებდით. ხო, ქულებს, ეხლა როგორი ტექნიკით იზავ, ეგ ცალკე ამბავია რა. ეხლა შეიძლება ქულები თქნა, შეიძლება ფინანსური. არ ვიცი, მან სუფთა მენეჯერული ამბავია, როგორ დაალაგებ ამას, მაგრამ მე მგონი რომ ეგ ისეთი საკითხია, სადაც რეგბის კავშირი უნდა ჩაერიოს რა. ეხლა რამდენს გაწდება რეგბის კავშირი თავისი შემადგენლობით და მაგრამ ამაზე ფიქრიც რო დაიწყოს უკვე კარგია. იმიტომ რომ რა თქმა უნდა ამას ადამიანები აი როგორც ცვლილებს ამზადებს შესწორეთ თქვი თუ არის ესეთი კურსები რომელიც ესეთ ტიპებს ამზადებს რა ეგეთი ადამიანები გაჩნდება ეხლა ჩვენ ვიცით ჩვენი ბიჭი ერთ-ერთი რომელიც ესპანეთში წავიდა და სპორტულ მენეჯერზე სწავლობს და ეგეთ ჩამოვა მაგრამ რო ჩამოვა ხო სპორტულ მენეჯმენტს სწავლობს რო ჩამოვა როგორ დასაკდება ანუ პერსპექტივაც ხო უნდა კონდეს და მე მგონი რომ რაღაცა აი ამის პროვოცირება თუ ხელშეწყობა რეგბის კავშირმა უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ მოიგებს ისევ საბოლოო ჯამში იგივე საერთო სიტუაცია. იმიტომ რომ კერძო ბიზნესთან საუბარი სულაც არ არის სავალდებულო რომ პროფესიონალმა და ძალიან მაგარმა თუნდაც მწვრთნელმა იცოდეს. როგორც ეხლა ხდება. ფლობდებს ამ მეცნიერებას ასე ვთქვათ რა. იქ უნდა იცოდე როგორ უნდა შეფუთო ეს პროდუქტი, როგორ უნდა მიაწოდო, როგორ უნდა გაიხადო მეგობრად ადამიანი რა და ამას თავისი უნარი აქვს და თავისი ნიჭი აქვს. და ეს არ არის სულებით მწვრთნელების საქმე, მაგრამ მწვრთნელებმა უნდა მიიღონ ეს რეალობა, რომ ეს აუცილებელია ამის გარეშე ჩვენ წინ ვერ წავალთ. ნუ ეს ძალიან რთული საკითხია და დროის ამბავია, მაგრამ მე გეთანხმები შენ რომ პროვოცირება უნდა დაიწყოს ჩვენი აზრით უნდა დაიწყოს ალბათ მთავარმა სტრუქტურამ. ხო, მთავარმა სტრუქტურამ და მე მინდოდა რაღაც საკენკები შეიძლება მანდაც არის ესეთი ძვრები, კარგი მიმართულებით, იმიტომ რომ მე ვიცი არიან ეხლა რაგბის კავშირში არის ახალგაზრდა ბიჭების ჯგუფი არის, რომელიც ეს საკმაოდ განათლებულებიც არიან და იცნობენ გამოცდილებას და ბევრი გვისაუბრია, რაც ვიცი მათი აზრი, ვიცი რომ ეგეთი პროექტიც დაწერილია უკვე და ხორციელდება ნელ-ნელა რა უკვე. ეგ არის კარგი. როგორ იცი რომ ესე იგი თავის დროზე დაშვებული იქნა შეცდომა, ხო იცი თუ როგორც უფულობა არის გამოცდა ადამიანისთვის, ისე ბევრი ფულიც გამოცდა რა, ხო, უფრო დიდი გამოცდა არის. ჩვენ გვახსოვს სულ ყველას და გავიარეთ ეგ რომ როცა კაპიკი ფული არ ქონდა რა ძალიან ღარიბები ვიყავით რა და მე გაჩნდა ფული ხო ნელ-ნელა და მოვიდა მაგრამ თუ ამ ფულს არ დახვდა კარგი სტრუქტურა იქ იმას შეიძლება უარესი შედეგი გამოიღოს რა და მე მგონი რაღაც ეტაპზე ეს შეცდომა იქნა დაშვებული რომ ფული მივიდა კლუბში და ამ ფულს არ მიყვა შესაბამისი მოთხოვნები რა კი ბატონო ამ ფულს მოგცემთ ხოლოდ გამიკეთეთ ეს და ეს ერთადერთი კრიტერიუმი დარჩა რომ შენ უნდა ყოფილიყავი დიდათში და მიიღებდი ბევრ ფულს იქნებოდი პირველ ლიგაში მიიღებდი გაცილებით ნაკლებს იმის მესამეც და თუ კიდე უფრო ქვემოთა ლიგაში იქნებოდი 10 ჯერ ნაკლებ ფულს მიიღებდი და
ყველას რა თქმა უნდა ეხა ადამიანი ბუნებრივად მიისწრაფვის რაც მეტი ფულია რა და ყველა წავიდა იქ სადაც მეტი ფულია მოკლე გზა ამისთვის არის რომ ამ ფულით ვიყიდო რაც შეიძლება კარგი მოთამაშეები და ეს შევედით ისეთ სპირალში სადაც ნუ აგერ გვაქვს შედეგი ორი გუნდი რომელიც ყველა მიცის რომელიც დიდი ათის ისეთი ბინადარი იყო დღეს არა გია ელემენტარულად ლიგაში საერთოდ ელემენტარულად ეხა 10 გუნდია დიდათში ხო 10 პროფესიონალური გუნდი ყავს საქართველოში და ბოდიში მაგრამ ირლანდიაში 4-ია პროფესიონალური გუნდი უელსში მე მგონი უფრო ნაკლები იმან შოტლანდიამ გამოაცხადა რომ არა მე ორზე მეც ვერ შევინახავ და იმასაც გამოვხდეს და ჩვენ ესენი პროფესიონალური დიდი ათის გუნდები პროფესიონალური გუნდებად ითვლებიან კონტრაქტიანები არიან ეგრე World Rugby-ში კონტრაქტიანები ნუ მარტო ეგ პარამეტრია რა ახლა მოდი ვთქვა რა მარტო ეგ პარამეტრია კონტრაქტი ეხლა რო თქვა ეხლა პოზიტივიც რო ვახსენო იმიტომ რომ ეს შეიძლება დაინახეს ეხლა ხალხმა დაინახა რომ ესე არ გამოვა ეს შედეგს მოიტან ძალიან სულს რა და ეს კრიტერიუმები იცვლება რა იგი ეხლა უკვე საბოლოო ჯამში მე მგონი ეგრეც იქნება რა რომ აღარ იქნება სავალდებულო რომ დაუშვათ მაინდამაინც დიდი ათის კლუბი იყო შენ თუ აი ეს ვერტიკალი გაქვს აწყობილი ბავშვთა რაგბი, ჭაბუკთა რაგბი, დიდების რაგბი არ აქვს მნიშვნელობა რომელ ლიგაში თამაშობ იქ თუ შენ დაუშვათ იმ კრიტერიუმსაც აკმაყოფილებ რომ ყველა შემწვრთნელს აქვს შესაბამისი სერტიფიკატი ერთ დაუშვა ერთ მწვრთნელზე მოდის მაქსიმუმ რაღაც რაოდენობა ხა იდეალური არის 8-10 მოთამაშე ესე ითვლიან რა თუ აი ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაშინ არ აქვს ჩემს მნიშვნელობა შენ რომელ ლიგაში ხარ რა იმ მიიღებ მაქსიმალური რაოდენობით ფულს თუ გაკლია რაღაც ელემენტია რა რომელ ლიგაშიც არ უნდა იყო და სულ რომ მუდმივად საქართველოს ჩემპიონი იყო ისენ რაღაცებს ნაკლებ და ეს საინტერესო უფრო ესე ვთქვა წახალისების ეს კარგია შენ ამას რო იძახი ხო შენი პერსონალური ის არის არა მარტო ჩემი ამაზე მუშაობს ხალხი და ის რა ანუ მაკეთ მიდის ყველაფერი უკვე რაღაც აი ჩვენ მაგალითად იმ დროს მივდიოდით ქუთაისში ჩვენი 18 წლიანების მსმელი უნდა ჩაგვეწერა და გზაში მე და მიშამ თითქმის 2 საათი ვიკამათეთ. ნუ მე ვამბობდი რომ 10 გუნდი ბევრია, იმიტომ რომ ამდენი პროფესიონალი რეალურად არ არის. ფიქრობ არ ვიცი რამდენი, მაგრამ ნებისმიერ ვარიანტში შეიძლება რომ ეს შემჭიდროვდეს. ნუ მე ესე მგონია რა, შემჭიდროვდეს ეს გუნდები მართლა პროფესიონალური გახდეს, თორე სამოყვარულოს რაც შეეხება, კაცო, თამაში უნდა, რა პრობლემაა, კაცო. დაიზრდება ისე ის პროფესიონალური გუნდი წაიყვანს იმას. გია, კიდე ერთი ცუდი რამე მოიტანა ამან, რომ დაუშვათ დღეს რო გადახედვა რა, ეს პროფესიონალური გახდა თითქმის ყველა და აი სამოყვარულო სექტორი დავარქვათ ესე რა, სამოყვარულო მხარე. ისთვისაც ჩვენ მივედით სულ ყველანი თავის დროზე, ხო? რამე გიყვანა ჩვენ მაშინ ფულზე საერთოდ არ იყო, ხო ლაპარაკი, იქ სხვა ღირებულებები იყო, იქ იყო რაღაც ისეთი აურა, ისეთი ხალხი იყო, რომელთანაც ურთიერთობა გვსიამოვნებდა. ჩვენ ერთად ყოფნა გვიყვარდა. არც ჩვენთაგანი, არც ერთ კლუბში არ გვითამაშია, ხო, მაგრამ ერთმანეთის მეგობრები და ახლობლები ვართ. აი მესამე ტაიმი მაგიტომ ქვია. სულ ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობდი. ხო, მაგრამ იყო ეს რა გახსოვთ როგორ დონეზე იყო იგივე კლუბური პატრიოტიზმი რომ ერთი კლუბიდან მეორეში რომ გადასულიყავი რაღაცა ქვეყანა უნდა დაქცეო სხვა ქალაქში უნდა წასულიყავი საცხოვრებლად რა სხვა ის არ იყო რა ქვია მიზეზი ხო მაგისთვის და დღეს არა ეს ესენი ეს ყველაფერი მოიშალა აღარ არის გაიგე დარჩა რაღაცა ისა რა მოხდა მე ამ კლუბიდან იქ წავალ იქიდან აქ წავალ დაამთავრა კაცმა ის ვეღარ არის აქტიური ან სწავლის გამო, ან ასაკის გამო, რაღაცის გამო. ანუ ნუ მეორე ამბავი რომ ნუ ვერ ხვდება იმ დიდ გუნდში რა, რაღაც დიდი კონკურენცია, აღარ გჭირდება, გაუშვით რაღაცა და ეს საფუძველს ვიცლით ამითი რა. მე მინდა კითხო ისევ აი ამ სერტიფიცირების პროცესი მაინტერესებს კიდევ რა. ნუ მე კი დაახლოებით ვიცი ახლა როგორ ხდებოდა. აი მოვიდა თქვათ დანიშნულ გამოძახებულია, დანიშნულია დღე
თქვა სემინარის და რამდენ დღეში გამოდის იქიდან უკვე სერტიფიცირებული გაჩნია რომელ დონეზე მოვიდა პირველ დონეზე იმავე დღეს კი სერტიფიკატს აიღებს თუ ეხა და სად შეუძლია მუშაობა ბატონო და სად შეუძლია მუშაობა საფესტივალო ასაკი მეორე დონე ჭაბუკთა და ბელიდება და შეუძლია დიდ გუნდში მხოლოდ პირველ ლიგაში მწვრთნელად უმაღლესი და ეს კურსი ცოტა დიდია კი კურსი და მესამე დონე არის ჩვენ ვერ ვატარებთ დამოუკიდებლად მიუხედავად იმისა რომ ტრეინერები გვყავს საქართველოში World Rugby-ის მიერ სერტიფიცირებული ტრეინერები გვყავს მაგრამ World Rugby-ს აქვს თვითონ ეგეთი პოლიტიკა რომ აუცილებლად საერთაშორისო უნდა იყოს ეს სწავლება თუმცა ჩვენ ჩავატარეთ საქართველოში მარტო ქართველი მწვრთნელებისთვის მაგრამ ერთი ტრეინერი მაინც გამოგვიგზავნეს იქიდან და ესე მარტო ჩვენ არ გვატარებინებენ რა აი მე მაგალითად მქონდა ესეთი ჯერ კიდევ მაშინ თქვა არ მომწონდა გეტყვი რა და ეხლაც იგივე ხდება პრინციპში აი ეს ცოტა რო თამასა ავწიოთ რა და ცოტა უფრო გაურთულოთ ჩააბარა თქვა სიტყვაზე თეორია შემდეგ გავიდა მოედანზე პრაქტიკულიც კარგად ჩააბარა ყველაფერი და გადასარევად ტესტი გაიარა ახალგაზრდა ბიჭმა ან გოგონამ არ ვიცი რა ჩვენ ეგრევე ვაჯილდოვებთ ამ იმით რა მაგრამ აი ჩემი აზრი იყო მაშინ ესეთი რა რომ მივცეთ რაღაცა დრო ამ ადამიანს იმუშაოს დავაკვირდეთ შევხედოთ ანუ მონიტორინგი ჩავატაროთ რა თქმა უნდა ამას სჭირდება ადამიანი რომელიც ამ მონიტორინგს ადამიანები ჯგუფი რომელიც ამას ჩაატარებს და შემდეგ ახლა აი დღეს მაგალითად თუ გვყავს ჩვენ სიტყვაზე 500 სერტიფიცირებული დაახლოებით და მუშაობს 300 იქნება ესეთი მომენტიც აღარ იყოს ყოველ შემთხვევაში მე პრობლემას რაში ვხედავ აი მაგალითად ძალიან კარგად ბეჯითად ოქროთ მოიქცა ჩააბარა ყველაფერი გავიდა ერთი თვე და ვარჯიშზე ვხედავთ აბსოლუტურად განსხვავებულ ადამიანს რომელიც სულ რადიკალურად განსხვავებულად იქცევა და არა ისე როგორც დავუშვათ როცა ტესტს აბარებდა აი ამას რო გავექცეთ არ შეიძლება რომ უბრალოდ რაღაც დაკვირვება რაღაც გარკვეული პერიოდი დავაკვირდეთ იმ ადამიანს იქნებ არ იმსახურებს ან იქნებ პირიქით წავახალისოთ ხო კი ბატონო მაგრამ ჩვენ ისევ იმ წერტილში დავბრუნდით ახლა რომ ამისთვის საჭირო ადამიანი რომელიც ამას დააკვირდება რა მე მქონია პრაქტიკაში შემთხვევა რომ ახალგაზრდა მწვრთნელი რომელიც აი თამამად ვიტყვი რომ საუკეთესო იყო ჯგუფში რა აი საუკეთესო იყო ჯგუფში და თეორიულ ნაწილშიც პრაქტიკულ ნაწილშიც და რა ვიცი ყოველგვარი ასე ვთქვათ იმის გარეშე მივანიჭეთ სერტიფიკატი და აღნიშნეთ რომ კაი ბიჭი მომიწიათ ვარჯიშზე შემთხვევით არ შესამოწმებლად მისულა არაფერი სხვა საქმეზე შემთხვევით შევესწარი რა ვარჯიშს და ну იქ ისეთი რაღაც გააკეთა რაც დაუშვათ აი როგორ გითხრათ აი საფუძველშივე მცდარი რო არის რა ხო და ну ეხა ესეთი რამეა იგი მე და შენ ჩვენს ყველა რო დავამთავრეთ ინსტიტუტი მოგცეს დიპლომი ხო ეს ნიშნავდა რომ იმ დროს როცა ჩვენ ის ჩავაბარეთ იმ ვაკმაყოფილებდით იმ კრიტერიუმებს რაც დაწესებულია მე ეხა უნივერსიტეტის რაღაც ფაკულტეტის დეკანი აღარ მოსულა ჩემთან სამსახურში რომ აბა როგორ მუშაობ და რას აკეთებ რა იქ უნდა დამხვდა ადამიანი რომელიც სუდად თუ იმუშავებდი გამიშვებდა სამსახურში აი ეგეთი კაცია საჭირო რა გულში კი აი ზუსტად მე ხა ჩემი ასე ვთქვათ შემდეგი კითხვა ზუსტად აი მაგასთან არის ახლა რომ ესეთი კაცი კი არა მე მგონი ეგეთი ადამიანები არიან ჯგუფია საჭირო თუ ჩვენ შევთანხმდებით რომ პრიორიტეტი არის ეს ერთ-ერთი პრიორიტეტია განვითარების რა თქმა უნდა სხვა და ჩვენი სტრატეგია არის ეს და ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი სერიოზული მიმართულება მაშინ აქ უნდა შეიქმნას შესაბამისი ანალიტიკური ჯგუფი
რომელსაც ჭირდება შესაბამისი ბიუჯეტი. თუ ესე არ არის, მაშინ მე იმიტომ შეგეკითხე გია, გადასარევ რაღაცეებს ამბობ შენ, მე ძალიან მომწონს ყველაფერი, მაგრამ არის ეს ერთიანი კავშირის პოზიცია, აი ეგ მინდა მე რომ იყოს ერთიანი პოზიცია. იქ რასაც შენ ყვებოდი ახლა, ხო, თუ ეს ყველაფერი თუ ამ შეთანხმება არსებობს, მაშინ მე მგონი რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ გია. ნუ ახლა მე ერთი გიეცერას დავამატებდი ხა მიშა რასაც იძახის ამ ჯგუფის არსებობა. ეხლა ამ მომენტში არის უბრალოდ მეც ესე მგონი აუცილებელი სანამ აი ეს ადამიანები რაც მანამდე ვილაპარაკეთ ჩვენ რომ ტექნიკური, სპორტული, დირექტორები კლუბებში გაჩნდებიან, აი ეს არის მე მგონი გასაკეთებელი. ისინი რომ გაჩნდებიან, ამის არსებობა თავისთავად უკვე საჭირო აღარ იქნება, იმიტომ რომ ზუსტად ეგ განმეორდება რა. კლუბში დახვდება დირექტორი, რომელიც ნახავს რა თუ ცუდად მუშაობს, გაუშვებს და სხვა საიყვანს. ჩვენ სხვათა შორის აი ესე მაგ მიმართულებას რო გავყვეთ, დიდხანს გქონდა რაღაც კამათი და რაღაცა და ჩემი აზრი იყო და დამეთანხმა მე ჯაბაც დამეთანხმა და გადაწყდა ეგ ამბავი რომ გაჩნდა ეგრეთ წოდებული რეგიონალური განვითარების მენეჯერის თანამდებობა რა და ეხლა ისეთ ედუკატორებს რომ ეძახიან? ედუკატორები მწვრთნელთა მასწავლებლები არიან, მაგრამ გარდა ამისა იმ რეგიონალური განვითარების მენეჯერს სხვა ფუნქციებიც აქვს რა. ხო და აი მსხვილ დაუშვათ სარაგბო რეგიონებში და ისეთ იმერეთი, აჭარა, ხო, თბილისი თავისთავად რუსთავიც აქ შემოდის და ასე შემდეგ. ესეთები გაჩნდა რა. ხო და სხვათა შორის გამოიღო კარგი შედეგი. იქ აი დაახლოებით იგი ისეთივე ფუნქცია აკისრიათ ამ ხალხს, როგორიც დაუშვათ აი წეღან ვახსენეთ, კლუბში უნდა იყოს ტექნიკური დირექტორი. დაუშვათ ეხა რეგიონებში კი არის დაუშვათ იგივე აჭარაშიც რამდენიმე კლუბია, იმერეთშიც რეგიონების მიხედვით რამდენიმე კლუბია, მაგრამ იქ მაინც შესაძლებელია რომ იმ კაცმა დაუშვათ ეხლა აჭარაში ორი კაცია რომელიც ამაზე არის დაუშვათ მიმაგრებული გიორგი ჯოხია და პავლე ჯიმშელაძე არიან რომლებიც აი ზედამხედველობას უწევენ ამ მწვრთნელებს ასე იგი აგვარებენ მათი განათლების საკითხს პრაქტიკულ მუშაობაზე აკვირდებიან და ასე შემდეგ და მენტორინგს ახორციელებენ და ასე შემდეგ ასევე ხდება იმერეთშიც, ხო, იქაც ორი კაცი არის და თბილისშიც სამწუხაროდ ჯერ მარტო ორი ვარ. როგორ მაქვს წარმოდგენ? კი, აი ეს პრობლემაა და მე როგორ მაქვს წარმოდგენილი, მოკლედ კეთხვი და აი რო აკვირდებიან ძალიან კარგია და ვიცი მე გიორგი ჯოხიაძე და პავლე ჯიმშელაძეც გადასარევი ბიჭები არიან და პატიოსანი და ცოდნე ბიჭები არიან. მე მაქვს ესე წარმოდგენილი ეს ჯგუფი, ანუ რომელიც მონიტორინგს რომ ანალიტიკური ჯგუფი ამ ჯგუფში უნდა იყვნენ ადამიანები რომლებიც როში აფასებენ შემდეგ ამის ფურცელზე გადატანის უნარი აქვთ და რაპორტს დაწერენ ამაზე და ეს გაზრდის მათ პასუხისგებლობასაც და იმ ხალხის პასუხისგებლობასაც რომლებიც ზედა სტრუქტურა იქნება მათი და უშუალოდ იმ ადამიანების პასუხისგებლობასაც რომლებიც იქ მუშაობენ და რომლებსაც აკვირდებიან მე ესე მქონდა წარმოდგენილი ეს ამბავი თუმცა ეს თემა არის რომელზეც ჩვენ მერე შეიძლება კიდე გავაგზავნოთ საუბარი და ერთი მინდა რომ ახლა ეს ცენტრთან დაკავშირებით კიდევ ერთი კითხვა და აი ეს ჩვენი ახალგაზრდა სპეციალისტები კურსდამთავრებულები ასე ვთქვათ და სერტიფიცირებულები თუ არიან მათ შორის ისეთები რომლებიც აი გამორჩეულია შენი აზრით რა რომელსაც აი შეეძლება შენი აი კოჭებში რო ეთყობა რომ ხვალ რაღაც ახალ სიტყვას იტყვის რაფში რა აგერ ყავდა ერთი და არ გაუმართა არა ისა რა ქვია არიან რა თქმა უნდა და სხვათა შორის ეხა ყველა ის მწვრთნელი ყოველ შემთხვევაში ახლო წარსულში ვინც ნაკრებებთან ასაკობრივ ნაკრებებთან მუშაობდა ისინი სწორედ აი ამ წიაღიდან არიან წამოსული რა არიან რა თქმა უნდა მაგრამ ახაც ზუსტად ისეა რა დაუშვათ რომ რა ვიცი ხა თბილისის კონსერვატორია ამდენი წელი არსებობს, მაგრამ ნუ ვერ დიდა რამე, ხა იშვიათად იბადება და ეგრევეა იქ, ხო, რაღაც ესეთი ამბები.
იგივე ხა უფრო გავანებოთ თავის ფიზკულტურის ინსტიტუტი ავიღოთ ხო რაღაც აი ბევრი სტუდენტია რაღაც შენც გიმუშავია მეც მიმუშავე შენც გიმუშავია და ყველამ ვიცით ხო და ნუ ეხა ისენი რა ქვია ფეოლა და ის იშვიათად გამოდის არა თუ არის ვინმე ახლა არის რა თქმა უნდა არის თავარია იცი ეს რა თქმა უნდა გამორჩეული არის და იქნება ყოველთვის და ძალიან კარგია მაგრამ თავარია ჩვენ აი რაც საშუალო დონე იყოს ხო რაღაცა რაც შეიძლება საერთაშორისო დონის იმაზე იყოს შეიძლება ვერდი არა მაგრამ სოლიერი მაინც და ნუ რაღაცა ესეთი საშუალო დონეს საერთო, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ისეთ ქვეყნებს ვეპაექრებით, რომ თუ გინდა რომ იმასთან რაღაცა თანაბრად იყო, ეს მხარეც ესე უნდა გქონდეს. ბატონო, ეხლა. ესე იგი ჩვენ გვაქვს ერთი ეს სერიოზულ თემებს რო დავანებოთ. ეხლა გვაქვს პატარა შესვენება სავით. აი ესეთი ყუთი გვაქვს, მესამე ტაიმის ყუთი, სადაც არის შეკითხვები. კი ბატონო. რომელზეც არ გამაფრთხილეთ წინას. ხო, მაგაშია საქმე. შენ როგორც გადაწყვეტ, გინდა მოკლედ, გინდა გძლად, უპასუხე. მოკლედ პასუხები მოკლედ. ესე იგი, სამი კითხვა, 3-4 რა, როგორც ნახო. ეხლა ის ერთი პრობლემა მაქვს, ცოტა შორსავა. დაკეთე. რა განასხვავებს კარგ გუნდებს და ელიტურ გუნდებს? რა ვიცი, ესე იგი, კარგ გუნდებს და ელიტურ გუნდებს, რავი, მოკლე პასუხი გინდათ თუ როგორც ჩათვლის მოკლე პასუხი განასხვავებს შედეგი, რა თქმა უნდა, და მიღწევები განასხვავებს. ჩემთვის მიღებული პასუხი, ბატონო, შემდეგი მიღებული პასუხი. ზორური მოდის რა, ყოველს რამ ხელადი. საუკეთესო გულშემატკივრების ატმოსფერო რაც კი გინახავთ ტელევიზიით თუ პირდაპირ. აქ როიტყვიან ჩვენ განებივრებული ვართ რა, მორაგბეები ამ ხრივ განებივრებული ვართ, იმიტომ რომ საერთოდ უკვე ის არის, რა ქვია, რაგბის გულშემატკივრობა და ამ გულშემატკივრობის სხვადასხვა გუნდების თუ ნაკრებების გულშემატკივრების ურთიერთდამოკიდებულება ეს საერთოდ იდეალურად ითვლება და სამაგალითოდ ითვლება და ერთი რამე არის რომ 146 პოლიციელი იცავდა, როგორც ვიცი, სულ საფრანგეთში მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებს უზარმაზარ 100,000-იან სტადიონზე რა. და არაფერი იქ არ მომხდარა და დღემდე არ არის ეგეთი არ ხდება რომ დაუშვათ სხვადასხვა დაშალონ, დაანაწილონ ეს სხვადასხვა გუნდის გულშემატკივრები და ესენი ბოშორებით დასვან ერთმანეთისგან. ჩვენ ბევრი ეგეთ მატჩზე ვართ, დამღობენ და ხანით მოხდება და ეს არის ერთ-ერთი ღირებულება რეგბის და ერთ-ერთი რაღაც ძალიან დადებითი მხარე, რომელიც იმედია რომ აი პროფესიონალიზმთან ერთად და ასე ვთქვათ სხვა რაგბის გულშემატკივარი განსხვავებული გულშემატკივარია ფეხბურთზე სხვა ხალხი რაგბის სხვა ხალხიდან და არავით არის განსხვავება არ არის აი შემიძლია ვთქვა კიდე რომ არავით არის განსხვავება არ არის რომ რაღაცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური თამაშია თუ რაღაცა მესამე ხარისხოვანი ლიგის მეათე ხარისხოვანი თამაში დამოკიდებულება ერთი და იგივე არის ყოველთვის მაყურებლებს შორის, ასე რომ აი აქ მე ვიტყოდი რომ ვერ გამოვარჩევ ერთ-ერთ თამაშს და ერთ-ერთ მე რო არ დავამატო აქ არ შეიძლება, იმიტომ რომ მე ამ ხუთიდან არავინ არ ამომაღებინებს კითხვას რა, მაგრამ მე აი დღემდე არა, აი კითხვა ისეთი ამოვიდა რომ ზუსტად მინდა დავამატო რა, ერთ ეგეთ თამაშს დავამატებდი რა, საქართველოს რუსეთის დინამოს სტადიონზე, სადაც 50,000 მაყურებელი იყო მისული რა და შესვენებაზე ისე მოხდა რომ მე შევხვდი ჩვენ ვეტერანებს რა მათ შორის ერთ-ერთი იყო ჩვენი გოგლა ზურა ხარშილაძე რა და ესე იგი ცრემლები ქონდა სახეზე რომ ესე იგი დინამოს სტადიონზე კარების უკან თუ ხალხი იჯდებოდაო აი ვერ წარმომედგინაო რა და იყო და ნუ მართალია ხა ცოტა იკლო ამ ბოლო დროს, მაგრამ იმედია ეხლა
აქამდე მივალთ რა, რომ აი დინამოს სტადიონი 50 სხვა შორის მაგ ტურში მეორე ადგილი ავიღეთ, დაგდე ფრენზე იყო 80,000 თუ რაღაცა და ჩვენთან იყო 50. ხო, ამის დამატება მინდოდა მეტი არაფერი. შემდეგ ავიღოთ ახლა ნახოთ, გადავიდეთ ყველაზე. საფვალე. ყველაზე უცნაური რაგბის სრულწმენა, რაც კი ქსმენიათ. აჰა. დაგვიბრუნე. რთული კითხვა, რა ვიცი, მაგ ხრივ რაღაც არ დავკვირვები ვარ არაფერს, მაგრამ ცრურწმენა რაგბიში, ხო, რა ვიცი, ცრურწმენას ვერ დავარქმევ, მაგრამ ერთი რამე იყო, რომ რა ვიცი, თქვენც ალბათ გახსოვთ ეგ ამბავი, რომ გასახდელში ყველა ცრურწმენა რაც ახასიათებს ადამიანის ცხოვრებაში, რაგბიშიც მოსულა, მაგრამ იქ იყო ერთი რაღაცა, რომ აი აპიზატრონის სულზეც ის რომ ხდება რაღაც აგზნებულები რომ ხდებოდით ხოლმე რა და ამიტომ რაღაც სულ მაგას უკავშირებ ხოლმე რომ აიცა რა იქით გადი რა წარეს. აპიზატრონი ახლა აღარ არსებობს. ხო, რა ვიცი, მე მგონი ახალგაზრდებისთვის ვიტყვი რომ ეს იყო ესეთი გამახურებელი ბალამო, რომელსაც აქტიურად ხმარობდით თამაშის წინ. მოდი კიდე ერთი. მოგეწონა ხო პასუხები და ვაიმე, ეს არის ხსნა. აი ბატონო, რაგბიში ერთი კანონის შეცვლა რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით? მე დავაბრუნებდი ერთ კანონს, არ შევცვლიდი რა, აი პროფესიონალიზმს გავაუქმებდი რა. ავიწე, ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ აი მაგას გავაუქმებდი. მე გეთანხმები. კი ბატონო. პირადად მე გეთანხმები, დაწყვეტილ გიას. აი, აქაც ჩანს, რომ ჩვენ თანამოაზრეები ვართ. და ვიყავით ყოველთვის და მე მაინც ახლა მინდა ვთქვა რომ ეს ჩვენი აუდიტორიისთვის უფრო რა თქმა უნდა რომ ჩვენ ვიყავით ერთი გუნდის წევრები რაგბის კავშირში ერთად ვიყავით ამ საუკუნის გარიჟრაზე მაშინ ამოცანა იყო ქართული რაგბის საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანა ასპარეზზე მე გულისხმობ ისეთ ასპარეზს, სადაც წარმოდგენილი არის ელიტა, სარაგბო ელიტა, თორე ხა ისე პოლონეთთან და ეგეთ გუნდებთან, რუსეთთან ადრეც ვთამაშობდით. და აქ ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ერთად ვიყავით, ერთად ვმუშაობდით, თანამოაზრეები ვიყავით და ჩვენ მიზანს მივახციეთ. ქართული რაგბის საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა და გია ჭუმბურიძე არის ზუსტად ის კაცი, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა მაგ საქმეში. აი ეს მინდა ესე იგი აუცილებლად აღვნიშნო იმ ხალხისთვის, რომლებსაც რაგბი ძალიან უყვართ, მაგრამ ეს სიყვარული დიდი ხანი არ არის, რაც გაუჩნდათ მათ, იმიტომ რომ შედაეხლა ასაკიდან გამომდინარე რა, ასე ვთქვათ რა და მაინც ესე ვთქვათ ინფორმაცია რო გქონდეთ, მათ აი ეს მინდოდა ასევე მე თქვა და გიას გამომდინარე ესე იგი შენი პიროვნების მასშტაბურობიდან ასე ვთქვათ რა და მე სულ ცენტრზე რო არ ვისაუბრებ და იქნებ ცოტა ცენტრის ფარგლებს გარეთ გავიდებ და ცოტა ისეთი ზოგადი კითხვებიც რო დავსვათ რომელიც ეხება საერთოდ ეხა ჩვენ დაგვიძვოდა საუბრები რაგბიზე რა ხდება ვთქვათ კონტინგენტის მხრივ ბავშვთან ნაკადი მატულობს თუ არა აი შენ დაინტერესდებოდი აუცილებლად მაგ საკითხით კი ბატონო მან ესეთი მდგომარეობა იყო რომ ძალიან დაგვაზარალა კოვიდის დროს ლამის განახევრდა ბავშვების რაოდენობა რა კოვიდის მერე და ეხლა ნელ-ნელა მე ვიტყოდი რომ ძალიან ნელა იმატებს რა იმატებს მაგრამ არა იმ ტემპით რომელიც ჩვენს უყველას გაგვიხარდება თუ აკლებულობს უკვე კარგია ხო მაგრამ მინდა გითხრა რომ ალბათ ჯერ კიდე არა ვართ იმ რაოდენობაზე მისული რაც კოვიდამდე გვყავდა ძალიან დიდი სხვათა შორის საერთოდ მსოფლიო ჩემპიონატების შემდეგ მატულობდა ხოლმე ყოველთვის ბავშვების ნაკადი
განსაკუთრებით დიდი ბუმი იყო 2015 წლის ჩემპიონატის შემდეგ, როცა ყველაზე კარგი შედეგი დავდეთ, ხო? და აი მოიმატა და იმედი მქონდა რომ მომავალი მსოფლიო და იქ დაგვარტყა ამ კოვიდმა და ძალიან დაგვაზარალა და ეხა ნელ-ნელა მატულობს რა ვიცი. ნახოთ როგორ იქნება. კია, ცოტანი ვარ ბოდიში, მაგრამ აი ამას უნდა მიეხედოს, იმიტომ რომ არ შეიძლება ჩვენ მქონდეს ერთდროულად აერხელა მიზნები, რომ აი ვართ მე-11-ები, ხო, მსოფლიო რეიტინგში და გვინდა რომ რაღაც იქნება ათეულში შევიდეთ, ან თუნდაც ეს ადგილი შევინარჩუნოთ ხანგრძლივად, ხო და ამ დროს ვიყოთ რაღაცა არჩევანი პატარა გახდა. ხო, რომ ახლა ეს რაღაცა 1000 კაცი საკითხი, ორი მომენტი არის, რომელიც ძალიან ასე ვთქვათ, პირადად მე მატკინა გული და ერთ-ერთი ახლა შენ რომელზეც ყვები ის რომ ჩვენ ვთქვათ კონტინგენტი, რაოდენობა ბავშვთან აკადმა ცოტა იკლო და ეს ხდება. ხომ არ არის ასევე ეს იმის ბრალი, რომ მე ჯაბასაც დავუსვი სხვათა შორის ეგ შეკითხვა, იმის ბრალი, რომ თვითონ გეოგრაფია რაღაც უცნაურად განვითარდა ინფრასტრუქტურა რაგბის და რაღაც წავედი ძალიან პერიფერიისკენ. და ის ფაქტურად ქალაქის ცენტრალური მხარე მოწყვეტილია დღეს რაგბის და აი ესე როგორც ახლა შენ კარგად გახსოვს რომ ჩვენ მაგალითად ყავდა ბავშვთა და ჭაბუკთა კლუბი და ნუ 10 წელი ყავდა, მაგრამ საგამდე შევძელით სტადიონი დაგვინგრიეს ქალაქში. მოედნოთ არ გამოვეც. და აი ეს მოსაქმე არ გამოვა, მაგრამ იმ ბავშვების ვიფიქრე ერთი მომენტი რომ სადღაც ვარკეთილში ან სადღაც მე-5 პლატოზე და ასე შემდეგ, მაგრამ არ გამოდის ეს ფიზიკურად ძალიან რთულია ფაქტიურად და საერთოდ მე ვთვლი რომ ეს ცოტა ნეგატიურად ხომ არ იმოქმედებს ეგ განვითარებას. რა თქმა უნდა, ეხა ეგ არის ესეთი, რავი, აქსიომა, რომ მოედნის გარეშე ჩვენი სპორტი ვერ განვითარდება და განვითარდება იქ, სადაც იქნება მოედანი, რა, ყოველ შემთხვევაში იქ უფრო მაგრა განვითარდება და ნელ-ნელა გადაინაცვლა, რა თქმა უნდა, პერიფერიებს. ეხა თბილისში რაც ხდება ცენტრალურ უბნებში, სტადიონებთან მიმართებაში და ასე თქვათ, იმ ადგილებთან მიმართებაში, სადაც შეიძლება რომ სპორტით დაკავდეს ადამიანი, იცით, ხო? ეხა პატარ-პატარა მოედნები შეიძლება არის, მაგრამ ეს ჩვენ რაც გვჭირდება, იმ ხელა არ არის რა ეს მოედნი. ამიტომ მე არ ვიცი, ეხა მართალი გითხრათ, მე მაგ კითხვაზე რომ ქალაქის ცენტრში და თბილისში რა ეშველება ამ საქმეს გამზადებული პასუხი ნამდვილად. აწი ძალიან რთულია რა თქმა უნდა, მაგრამ როცა იყო ის უნდა შევენარჩუნებინა ჩემი აზრით და მე მინდა აქვე გითხრა კია კიდევ ერთი ჩემი ძალიან დიდი გულის ტკივილი ძალიან კარგად გახსოვს შენ როცა კლოდ სორელი აცხონოს მისი სული მალმა ძალიან დიდი საქმე გაუკეთა ქართულ რაგბის კლოდ სორელის სიტყვები მახსოვს რომ უნდა მივაწვეთ 7 კაცას იმიტომ რომ ძალიან მაგარი ინსტრუმენტია ბეკების განვითარებისთვის ხო ესე იყო ეს ამბავი ჩვენი შრომით რაც შევძელით ის შევძელით მე თუ არ მეშლება ორი საერთაშორისო ძალიან სერიოზული ტურნირი თბილისში ჩავატარეთ რომელიც დარწმუნებული ვარ დღეს ალბათ ევროპის სერია იქნებოდა ანუ მე მახსოვს ჩამოსული აქ საფრანგეთის ნაკრები უელსის ნაკრები და ჩვენ ეს ერთ-ერთი ტურნირი ესეთი ჩვენ მოვიგეთ კიდევაც და კი მაგრამ რამ გადააწყვეტინათ ამ ტურნირის გაქრობა რა მოხდა აი მე ვერ ხვდები რა ხო ახლა შენ მარტო გისვათ მაგ კითხვას რომ შენ ახლა ასე თუ ისე იქ იყავი რა თუმცა ჩვენსაც დაუცილებლად იყო ეგეთი აზრი რომ დაუშვათ ერთი ძალიან დაშორდა 7 კაცსა 15 კაცას ამიტომ დაუშვათ აქ სუსხვანაირი მომზადება, იქ სუსხვანაირი მომზადება, განსხვავებულია კალენდარიც ამ ორი იმის და აქედან გამომდინარე ის პრაქტიკა, როდესაც 15 კაცას მოთამაშე თავისუფლად თამაშობდა 7 კაცას აღარ გამოდის. აი ეს მე გიყვებით ლოგიკას რის გამოც დაუშვათ შეჩერდა ეს ამბავი.
რესურსი კიდე იმდენი მაღალი დონის მოთამაშის რომ ერთშიც მაღალ დონეზე გამოვიდეთ და მეორეშიც მაღალ დონეზე გამოვიდეთ არ არის მოთამაშემ ან უნდა უარი თქვას 15 კაცაზე ან უნდა უარი თქვას 7 კაცაზე ორივეს ერთად მოკლედ ვერ გააკეთებს და აქედან გამომდინარე რახან ერთადერთი და უეჭველი პრიორიტეტი ჩვენი რაგბისთვის იყო 15 კაცა, ყველაფერი გადაწყდა 15 კაცას სასარგებლოდ. მაგრამ მიდგომა თვითონ ესეთი რომ ან ეს ითამაშოს, ან ეს ითამაშოს, ჩემი აზრით არ იყო სწორი რა და მე მიშას ახლა ვეთანხმები იმაში რომ 7 კაცას გამოყენება შეიძლება იყოს ძალიან კარგი სკოლა. ისევ თუნდაც იგივე 15 კაცას გასაუმჯობესებლად და იმ რაღაც მინუსების გამოსასწორებლად რაც გვაგდა. ცხონებული კლოდი მაკლაი ბოლო გარდაცვალებამდე სულ აი 7 კაცა და 7 კაცა და კონსულტანტიც იყო ამ 7 კაცა ნაკრების და ჩამოდიოდა და ცდილობდა რაც გაკეთებას და მე მინდა გითხრათ რომ მაგ სფეროში არის პოზიტიური ძვრები რა. დაინიშნა წუთნელი ანუ ლოგიკა რაც შენ აქამდე მოყევი გადაიხედა ეს ლოგიკა და არის ჯგუფი ახალგაზრდა სპეციალისტები არიან რომლებიც ხა ცდილობენ რომ დაუშვათ აი ეს 7 კაცაც განავითარონ და იმავე დროულად ჩააყენონ ამ 15 კაცას სამსახურში პარალელურად იქმნის ქალთა 7 კაცაც, კაცთა 7 კაცა, ქალთა 7 კაცა, ცუდად თავი. რაგბი 7 ქალები, ხო, 7 ქალა. 7 ქალა და 15. ჩვენთვის ცოტა უცხოა. მექანიკურად ვიძახი ხოლმე მაგას. ხო და ნახოთ თვითონ დაუშვათ ეს ჯგუფი და ეს ძალიან მე ძალიან ისე ვარ პოზიტიურად განწყობილი ამ ხალხის მიმართ, მჯერა რომ ნოზაძე არის გიორგი ნოზაძე. მოიწვიოთ აუცილებლად დაველაპარაკოთ. კი, სხვათა შორის ძალიან კაი მოსაუბრია და ესეთი გიორგის გონი თიკუნის ზედმეტი სახელი რეგბისტული რა. ხო, პანკუ. კი, ძალიან ლოგიკა რო გადაიხედა, კარგია რა, მოდი რა, კარგი შევხედოთ რა, პოზიტიურად შევხედოთ. ლოგიკა რო გადაიხედა, რომელიც ახლა კი, ბატონო. ეხა იმაზე აღარაფერს ვიძახი, რომ ოლიმპიური სახეობაა და რაღაცა თავის დროზე რო ეფიქრათ, შეიძლება პირველი გუნდი ყოფილიყავით, რაღაც მომენტში 15-ზე უნდა ცოტა ისე გვექნება. ყველა ვიცით რომ ძნელი არის რაღაცა ტრადიციის ჩამოყალიბება. ის რო გაქრება, მე იმის ხელახლა ეს და ჩვენ მქონდა ამ 7 კაცის სანამ კარგად იცი იქ არიყავით სულ. სანამ გავიდოდით სოფლიოს 15 კაცა ჩემპიონატზე, გავედით 7 კაცას ჩემპიონატზე და მე-10 ადგილი ავიღეთ 20 გუნდში. მე-10 ადგილი ავიღეთ არგენტინაში. პოდკასტის ხო? საფრანგეთის ნაკრები ყავს დამარცხებული და სამხრეთ აფრიკის ნაკრები ყავს დამარცხებული და გრანდები რა. ეხლა ვერ ვიტყვი რომ სისტემატიურად უგებდით, მაგრამ ყავს დამარცხებული. ჩვენი პოდკასტის ისტორიაში პირველი პოდკასტის საარქივო მასალა ზუსტად კაცებია ტიქებზე. ტიქებზე თამაშობენ. სადაც ლაბო, ანტი, ვახო, შესანიშნავი მოთამაშეები ისე თამაშობენ, გია რომ ნუ მონატრებული ვიყავი რა და აი ვერ მოვწყდი ისეთი თამაშები აქვს ჩატარებული. ძალიან ყავდა კიდევაც. ეხლა 15 კაცაშიც რო შევადარე, ეხლა ძველი აი ამ ძველი ქრონიკას რო გადავხედე. ეხლა იცი რა რომ ფიქრობ რომ ჩვენი ბიჭები პარამეტრებით და თქვა და ესე ინდივიდუალურად რო აიღო იმ 15 აი კლოდ სორელის დროინდელი ბიჭები და ესენი ინდივიდუალურად რო აიღო არაფრით არ ჩამოუვარდებიან დღევანდელ ბიჭებს ინდივიდუალურად რა, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ეხლა იქ რაღაცები მე ვთვლი რომ დღეს წინა ვარ, დღეს ჯარიმებს ნამდვილად უკეთესად ურტყავთ კარში და უფრო შედეგიანები ვარ. ატო პალიკო კარგად ურტყავდა. ხო, პალიკოც კარგად ურტყავდა, ხო, მაგრამ ახოც ურტყავდა, ახოც. და სხვათა შორის დაცვაშიც წინ ვართ იმ გუნდთან შედარებით, დაცვის თამაშიც წინ ვართ.
სამწუხაროდ სხვა რაღაცებს ვერ ხედავ. აი რო კითხო ძალიან ხო არ დაგღალეთ გია. არა ჯერ რო კითხო გია რომ ნუ ესე გვესმის ჩვენ ხო ეს თამაში რომ ნუ თელ სიგანეზე უნდა ითამაშო რომ თქვა და ამას ჭირდება ყველა რგოლის შეთანხმებული თამაში ეხლა და ჩვენ თამაშობდით კარგი ბიჭები ყავდა ძველ დროში მაგრამ რაღაც ერთად ვერ თამაშობდით ცოტა დაგსაქსულები ვიყავით ცოტა მაგრამ ცოტა ბურთის გაშლა გვიჭირდა ვიჭირდა და ეხლა რომ უყურებ თამაშს და 20 წლის წინანდელი რომ მახსოვს რომ ბურთის გაშლა გვიჭირდა ეხლა რომ გავიდა 20 წელი და ეხლას ბურთის გაშლა გვიჭირს აი კლავს და რა არ ვიცი ეხლა რა უღოვნოთ მაგას და რა ვიცი მოკლედ რაღაცა მე იმედი მაქვს მაინც ეშველება არ ვიცი ეხლა შენ თუ იტყვი რაღაცა ისეც რომ მეც თქვა იმედი მომეცეს და გიასაც რაღაცა გითხარ ისეთი რომ ჩვენ აუცილებლად გამოვასწორებთ და სხვანაირად დავიწყებთ სხვანაირად შევუთა ბრიგადისებურ შეტევებს და ხანჯლისებური შეტევა და ბეტონისებური დაცვა. არა რა თქმა უნდა ვითარდება ყველაფერი ჩვენი თამაშიც განვითარდება იმენ ვითარდება და უფრო სწრაფად განვითარდება თუმცა ეხა რა ვიცი რა საჭიროა ეხა რაღაც ისეთი პირფერობა და რაღაცა ხო არ არის საჭირო რა თქმა უნდა არც თქვენ მოგწონთ ბოლომდე ის თამაში და არც მე არ მომწონს რა ჩვენი ნაკრები თამაშობს და ფრანგებს აქვთ ეგეთი გამოთქმა რომ როცა არ გამოდის რაღაც მოედანზე რა პირველი რაც უნდა გაეკეთო დაუბრუნდი ბაზასო რა ფუნდამენტს დაუბრუნდი საძირკველს რა და რაგბიში არის რამდენიმე ფუნდამენტური ცნება და წესია რა რომ ბურთი უნდა აიღო მოძრაობაში უნდა შეუტიო ინტერვალს და არა ადამიანს ხო იქ რაღაცა სანამ გაშლი თამაშს მანამ უნდა მოახერხო და შეაჯგუფო მოწინააღმდეგე ისე გაშლას გაშლილ დაცვასთან უნდა ითამაშო ჯგუფური თამაში ჯგუფურთან გაშა ასე შემდეგ რა ეს არის ოქროს წესები რა და ეხლა თუ ამას გადაუხვევ არაფერი არ გამოვა რა და ხანდახან არის ხოლმე რომ რაღაც აი თვალში საცემი არის რომ დაუშვათ აი ამ ფუნდამენტიდან გადაუხვევთ ხოლმე რა მე არ მომწონს მართალი გითხრათ ისიც რომ დღემდე ესე იყო რა იყო დღემდე აი ბოლოს პერიოდში დაუშვათ ისე აი კოკრილის პერიოდი გვარების დასახელება არ არის ხოლმე მაგრამ ძალიან გაღარიბდა ჩვენი რაგბი რა ისე ადრე მაგალითად აი ის რაღაცა არ ვიცი ხა ის არის რა ქვია პიროვნულად ზოგი სუბიექტურად ზოგს რაღაცა მოწონს ზოგს არ მოწონს მაგრამ ძალიან მაგარი თამაშები ვითამაშეთ რამდენიმე რა მაგარ გუნდებსაც მოუგეთ ხო და უკვე როგორ ვიყავ იცი როგორ იმაზე რომ აი ბიჭო გამოჩნდა რა მოდის და უბრალოდ ეხლა რაც არის ფრაგმენტი და ეპიზოდი ეს უნდა გახდეს უბრალოდ სტატისტიკა რუტინა უნდა გახდეს და იქავართ რა მორჩა მაგრები და უცებ ავდექით და ერთადერთი დავიტოვეთ ეხლა ნუ რაგბიში წინ თუ არ მიდიხარ ადგინე ეგეთ თამაში ხო და ერთადერთი წინსვლის საშუალება რომ უყურებ უნდა მოიგო ისეთი ძალისმიერი ორთაბრძოლი თუ ვერ მოიგეს ეს სხვა საშუალება არ აქვს რა წინ წასვლის და ასე თამაშს ეხლა შეიძლება მოუგო მეორე მესამე ხარისხოვან გუნდებს ვისაც მართლა ჯაბნი ფიზიკურად შვეიცარიას მეორე ხო ახლა შვეიცარიის მეორე ხო და ისიც მეორე ხო ნუ ახლა იქაც შვეიცარია სხვა მიზეზიც არის ალბათ რომ მოგეხსენებათ რომ мотиваციაც არის რა ეხლა რო გონია წინასწარ გამოდიხარ მოედანზე რა მოგებული გამაშავთ რა რო ეგ აღარ უნდა ჯერ წაიტეხო ეგ აღარ უნდა კონდეს რა ეგეც ბაზა ფრანგების შეთანხმების მე არის რამდენიმე მინუსი დაუშვათ თამაში რომელიც აი წლებია მოყვება რა და ძალიან ცუდია თუ ეს რაღაცა ჩვენს ქრონიკულ დაავადებად გადა ეს არის უდისციპლინობა აი უაზრო ჯარიმების აღება ხო ეს არის რაღაც ტრადიციულად უკვე ფეხით ცუდი თამაში ხა დასამალი არ არის ამას მორაგბეები უყურებენ და გულშემატკივრები ხო მე არა მაქვს ხედველობაში შეიძლება კარში კარგად ურტყავდეს მაგრამ
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თამაშიდან ტაქტიკურ დარტყმებს ფეხით, ხო? ესეც უკვე გახდა კოლექტიური ტექნიკის საგანი, მარტო კარგი დამრტყმელი არ არის საკმარისი რა, აი გუნდმა თუ ხარი არ აუბა რა, ის არის ნაჩუქარი ბურთი. ზეწოლა უნდა მიიტანო. ის ნაჩუქარი ბურთია მოწინააღმდეგისთვის და ეხლა ჩვენ ისეთი მოწინააღმდეგები ყავს, იმას ბურთი არ ამდენად არ უნდა აჩუქო რა, ეს ბურთი ზედმეტ. თორე იმ ბურთს მე გაგანახებენ შენს ჩათვლის მოედანში. ასე რომ აი ესეთი რამეა რა, არის რამდენიმე ისეთი სტატიკა რაღაც, აი ამას ვერ მივახციეთ კიდე, ხო, რომ აი სპეციალური მწვრთნელები გვყავს იმისი, რა ქვია, სტატიკაში. აი ერთი ვინც მართლა აი მე ვთვლი რომ რაღაც აი გარღვევა მოახდინა და მართლა მაგრა იმუშავა ეს ბესი ფრანგი ეხა მონპელიეს მწვრთნელი ერთ-ერთი აი ფანტასტიკური სამუშაო გააკეთა იმასთან რა ქვია ჩვენს შერკინებასთან და აი მაშინ მართლა ნუ ძალიან მაგარი შერკინება ყავდა. ეხა მე რა ვიცი ეს სტაბილურად დაუშვათ სტატიკაში რომ შენ არ ვიძახი რომ იმათი რაღაც წამოიღო შენი უნდა კონდეს სტაბილურად 90% მაინც რა რომ იქ მშვიდად იყო თორე ანდახან მაღლა გული დაგწყდება რა რომ აი ამდენი ნაშრომი იქ მისული 5 მეტრში უცებ ხო რაღაცა განიავებ რა ისე ეხლა აი ამ ბოლო 6 ერის პირველ ტურზე ეხლა იტალიის თამაში ძალიან მაინტერესებდა და წარმოიდგინე რომ გამოვიდნენ მოედანზე იტალიელები და შოტლანდიელები იტალიელებს აი რაღაცა მითხრა რომ ესენი დღეს ამ თამაშს მოიგებენ ხედავდი რომ ეს ბიჭები გამოვიდნენ ეს ის იტალია როდესაც მოდიოდა და მე ვერ გაიქეცი მაშინ რა ქვია აჭარაბეთი თუ სადაც გაის იქნებოდა მოგება ასე რომ მენტალიტეტს ზარდით ნუ ხათა თუმცა ეს მენტალიტეტიც თუ ბაზა ეს ბაზისი არ მოყვება და თუ მზად არ ახარ ეხლა არც მენტალიტეტი ვერ შეიქმნება რა თქმა უნდა იშა შენც კარგად იცი იტალია 25 წელია მოდის რა აი ამ გზაზე და ეხა ნელ-ნელა ხეგრი არ არის რაც დრო უნდა რასაკვირველია მაგრამ მოდი ვთქვათ მაშინ როგორ მუშაობს იტალია და როგორ მუშაობთ ჩვენ როგორ მივიდნენ იტალიელები აქამდე როგორ ბენეტონი რამდენი ხანია თამაშობს ძალიან მაღალ დონეზე მათი მოთამაშეები ჩვენ ვერ ვახერხებთ მაგას არ ვიცი ეხლა შეიძლება სხვა რაღაც ინსტრუმენტები ნახონ ნუ ყოველ შემთხვევაში 18 წლიანების და 20 წლიანების დონეზე მაინც ესეც ხო 6 ერი არ არის მათ ხო შეიძლება პირადი კონტაქტებით იმუშაო და თქვათ ეხლა რაც შეეხება ასაკობრივ ნაკრებებს ის როგორც წესი ყოველ ასაკობრივ ნაკრებებში ყველაზე ნაკლებია ეგ პრობლემა რა კაი გუნდებთან თამაში ეგ ყოველ წელს სტაბილურად ჩვენი 20-იანებიც და 18-იანებიც თამაშობენ ეგ გადაწყვეტილი ამბავია 18-იანები სათამაშობენ 18-იანები თამაშობენ 6 ერის ხო მაგრამ ეხლა დაიწყო 2 წლის ადრე სპეციალურად ჩამოყავდა გუნდები და ვათამაშებთ ან ამათ უშვებდით სადაც ათამაშოთ მაგრამ ეხლა უკვე სტაბილურად გრანდებს ეთამაშებიან რა მაგრამ ნუ მე ეხლა მე გვაქვს პრობლემა რა რომ ეს ვერ თამაშობთ კაცთა დონეზე, საკლუბო დონეზე, ფრანშიზების დონეზე ვერ თამაშობთ სერიოზულ ტურნირებს, სულ გვაქვს წელიწადში რაღაც 2-3 თამაში, რომელიც არ არის საკმარისი რა და ნუ აი ეგ არის გამოსასწორებელი რა. აი, მადლობა გიას. რა ვიცი, კაი ხა რაღაც ისეთი ნათელი რაღაცები საუბარი გამოგვივიდა, იმედია აყურებელი მისთვის საინტერესო იქნებოდა ეს საუბარი. კიდევ ერთხელ მადლობა გიას. მოვყევით, გამოგვიწერეთ, დაგვილაიქეთ, გვიყურეთ